ჩემი დაბადების დღე და უპირისპირესი ვარ. ციცი, ღმერთო, ბაბიტო, ჰომბექერი, რა მაჩუკა, პასკა და რა ტორტი და რა ნამცხვარი მაჩუკა. ღმერთო, უპირისპირესი ვარ. ერთი სულ მოქვს როდის განახებ. სახლში ვარ და ვეთუჩი. აი ამ საოცრებას ხედავთ. აი ამ სასწაულს. რა ხედო აქვს ამ გოგოს. ეს გახლავთ ბაბიტო. აი აქ ნახეთ. ბაბიტო ჰომბექერი. ეს ის ტორტია, რომელიც არა მარტო ვიზუალურად განჭებს უდიდეს სიამოვნებას, არამედ რო საოცრებათა ქვეყანაში ვარდები. აი ესეთი გემოების დასმა ერთეულებს შეუძლიათ და ციცი ის ერთეული ხარ შენ იცოდე, მიამაყები და მადლობა. ციცი ხარებს ალამაზებს სამყაროს თავისი შემოქმედებით. აი ეს რაც აქ არის ტელეფონში აქვს, ყოველთვის როდესაც ავიღებ ხოლმე ტელეფონს, ვხედავ აი ამას და აქ რა იდეა არის. მე ვზეიმობ პირველად 35 წლის ვარ. პირველად ვზეიმობ ჩემ თავს, ჩემ ბავშვს, რომელიც სხეული გახლავთ. სხეულის მიერ დამახსოვრებული ემოცია, ტკივილი და ასე შემდეგ. რომელიც ვერ დავიცავი, იმიტომ რომ პატარა ვიყავი. ვეუბნები რომ მაპატიე. მეც გპატიობ, რომ იზიდავდი არასწორ ადამიანებს, იმიტომ რომ შენ თვითონ ცხოვრობდი არასწორი ცხოვრებით, არასწორი რეალობით. დაკარგული იყავი. დაცული ხარ ჩემთან, ჩემო სხეულო, ჩემო ბავშვო, რომელიც ჩემში ხარ. სხეული, ბავშვი, ანუ ის ემოციები, რაც დავიმახსოვრეთ, წარსულის ტკივილი. დაცული ხარ ჩემთან, მე კი შენთან. მე და შენ მთლიანი ვართ, ერთი ვართ, ერთნი ვართ. ამ ანას, რომელიც ახლა ვარ, რომელიც ძალიან გაიზარდა. 4 წელია, რაც დედა ჩემთან არის. 4 წელი დაიწყო. 4 წელი დაიწყო, რაც დემენციასთან მაქვს შეხება და მადლიერი ვარ. ღმერთო ამ ტკივილმა როგორ გამზარდა. დედამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა ის, რომ დაგანახათ. დაგვანახა თუ ტკივილს, რა სასწაულების მოხდენა შეუძლია. ტკივილს, რომელიც გარდაიქმნება უპირობო სიყვარულად, აღვიძებს მაგიას. მადლიერი ვარ ამ ანასი, რომ აი ამ ანაზე, რომელიც მომავალში ვარ უკვე უფრთხილდება. გიფრთხილდები, ვეუბნები ახლა. ვზრუნავ შენზე და ვამაყობ შენით აქ და ახლა. დიდი მადლობა, ანა. საამაყო ხარ, ანა. უპირობოდ მიყვარ ხარ. პირველად მიყვარს, 35 წლის ვარ. და თამამად ვამბობ, რომ უპირობოდ მიყვარს ჩემი თავი. ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ მიყვარ ხართ თქვენც. ყველა ჩემთვის ვზეიმობ, არა ასაკს, არამედ იმას, ვინც აქ და ახლა ვარ. და ესეც მეორე ტორტი. ბაბიტო, ღმერთო. უბედნიერესი ვარ. ციცი უდიდესი მადლობა. ღმერთო, რა სილამაზეა. რა სუნია და რა გემა. ერთი სული მაქვს, როდის მივერთმე. სურვილს არ ჩავიფიქრებ. ვენდობი სამყაროს. ვენდობი და ველოდები გაოცებას. მერე განახებთ ბატონმა დანიელმა რამაჩუკა თავისი წიგნი თვითონ დაწერა. მიყვარ ხართ მე თქვენ. მე თქვენ უპირობოდ მიყვარ ხართ. დაბადების დღეა 35 წლის გავხდი. პირველად ვზეიმობ და მადლიერი და ბედნიერი.
ახლა კიდე ვნახოთ, თქვენ დავიწყენახო, თუმცა მერე მომიდა თქვენთან ერთად დათვალიერება ამ საოცრების. ისე კი ეს გახლავთ ორგანიკი, მე ხო ორგანიკის ადამიანი ვარ, ყველაფერი ნატურალური. ჩაი, რა საოცრი. ეს შოკოლადი. შოკოლადი მიყვარს, თუმცა იცით რას მივხვდი, მე ხო აღარ ვჭამ შაქარს და მივხვდი რომ მეგონა რომ აი დღეს რომ მივირთმევდი, დღეს დავარღვიებ ჩემ თავს, მადლობა გადავხადე იმისთვის რომ თმენისთვის და დღეს ის მივეცი ამ სხეულს, რაც ძალიან უყვარს, ანუ ტკბილეული, ცოლმეული და ასე შემდეგ. და რას მივხვდი, იცით? სიამოვნება რეალური თმენაშია. ანუ იმდენად ბედნიერი ვარ ხოლმე, რომ ჩემს სხეულზე ვზრუნავ, ვავარჯიშებ. აი დღეს მაგალითად 4-ს უნდა მივარჯიშო, კვირაობით არ ვარჯიშობ. კვირას ვივარჯიშე, რომ დღეს აღარ მივარჯიშა. ანუ აკი არ გამოვტოვე. ავანაზღაურე წინასწარ. და ეს იმხელა სიამოვნება, აი ზუსტად ტორტზე რაც გავაკეთე. ჩემი მოხუცებული მეზე ზრუნვა ახლა. მითხარი შენ არ მითხარიო? ხელა ბედნიერება. შენი და აღარი ხარახარო. სომი და მატერიალური ვერც საკვები, ვერც ნივთები და ეს შენი უფლება არ აქვს, რომ მე პირობობა. რაც არ დახდებოდეს თქვენ გარეთ. რა მნიშვნელობა აქვს? მიეცეთ უფლება ყველას იყოს ისეთი, როგორც უნდა იყოს. თავარია თქვენ რას ირჩევთ. თქვენ აირჩიეთ სიყვარული, პოზიტივი, სიმშვიდე და არავინ და არაფერი აღარ შეგეხებათ. ო, შოკოლადი. ხილი, აი ამას კიდე ყოველთვის მივირთმევ. ეს რა არის? დიდარან საოცარი წინდებია როგორ მობძო. საოცრება. Good books, one tea. ღმერთო ჩემ, აი ამ გოგოს საოცარი ხედვა აქვს. რამინა მოვა დრო სასწავლებლოს მოახდენს. საოცარი ნიჭების მატარებელია და მალე ყველას მოგესურვებათ მასთან მისვლა და დაგეგმარება ქორწილის და ასე შემდეგ. მე ამ გოგოს იმ ძალიან მჯერა. საოცრება. ამას ამით დავლებ. და აი ეს ნახეთ. ეს ხო სასწავლო. აბა თუ ვიხდებით ეს რა არის? თვითონ ამიხსნა. სანათი წიგნის კითხვის დროს აი ასე შეგიძლიათ გააკეთოთ, ნახეთ, აი ესე და დავშვათ ღავე კითხულობთ, ხო? აი ესე გააკეთებთ და გაანათებს. ესე გააკეთებთ და ნახეთ. ოპა დანიელს უყვარს ღამე კითხვა და აი საოცარი ეს ხო უნდა მოიფიქრო. საოცარი გოგო. July 13, 2014. ივლისი 13, 2014. საოცარ გვერდზე გადავშალე. და 16. გადავშალე ჩემი დაბადების დღეს. დღეს 16-ია. და 16 არაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს ხო ნიშანია. მადლიერი ვარ. მადლობა და წიგნი და რა feeding my mother დედაჩემს დედაჩემის კვება, გამოკვება, როგორ აჭმე. ვახ! რაც ძალიან აუცილებელი, რაც აუცილებელია ჩემთვის ფინანსები. მადლობა. Do something that თოჩემო ჟურნალი გააკეთე რამე ისეთი რაც მნიშვნელოვანია თოჩემო second cycle open mind გახსენი გული გახსენი გონება გახსენ დაბადების დღეზე გააკეთეთ ის რაც გავაკეთე დაჩეკით ჩაუჯეკით თქვენ თავს ტორტზე გამოსახეთ თქვენი თავი
აპატიეთ, სხეულიდან გაუშვით. ის ნაწყენი ბავშვი, ანუ სხეულის ემოცია, წარსული. მადლობა გადაუხადეთ თქვენ თავს, რომ აქ და ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ მოხუცებული თქვენი თავი იყოს ბედნიერი, ჯამრთელი, ბარაქიანი, სიხარულით, სიყვარულით აღსავს. რეალურად გააერთიანეთ ყველა დრო, მაგიურ დღეს, თქვენი დაბადების დღეს. არ აღნიშნოთ ასაკი, იმიტომ რომ ასაკის აღნიშნა ჩვენ სხეულში აისახება თითქოს ისე რომ დრო აღარ გვაქვს, მოხუცდებით, ვეღარაფერს ვეღარ ვასწრებთ. არ აღნიშნოთ ეს. აღნიშნეთ საკუთარი თავი. იზეიმეთ საკუთარი თავი. თითოეული პატარ-პატარა მიღწევები იზეიმეთ. ამას ყველაფერს ხომ ვფიქრება უნდა. ძალიან მადლია. თვითონ დაწერა ყველა. ეს თეა. რა ორიგინალურია. ეს კუბადან ჩამომიტანა. იგი იყო დასასვენებლად. მადლიერი. და ბედნიერი. ერთი ორი სამი. And turn it into $10,000 real estate. Daniel. Sometimes family isn't perfect. That doesn't mean they aren't good. That's close. I don't think you're supposed to drink that. Agent Go. Superman. This place blew my mind. I've never seen anything like it. Whoa! Turns out it was the place I'd been looking for my whole life. A world where anything you can imagine, you can create. მოგეწონა დღევანდელი დღე? ჰა?